მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი სანახაობა და მუსიკა. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17:17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა სალომე ბაკურაძის არტისტული ოთხშაბათი. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, დიახ, ნამდვილად დღეს ოთხშაბათია, 12 მარტია და არტისტული ოთხშაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად უკვე დაიწყო და მთელი გულით და სულით მიხარია, რომ გარეთ ფანტასტიკური ამინდი დავტოვე და ყველას მოგესალმებით, ვინც ახლა გადაადგილდებით, გვისმენთ რადიო მიმღების საშუალებით მანქანაში, ავტომობილში, ან კიდე სახლში ხართ, ან კომპიუტერთან ხართ, კურსასმენებით ხართ, ნებისმიერ ადგილას მოკლედ, იმედია თქვენთან ყველასთან კარგი ამინდია, რადგან რადიო იმედი სრულიად საქართველოს იცავს და ფარავს, გვისმენენ ყველგან და გვიყურებენ Facebook გვერდებზე, Facebook გვერდებზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, პორტალებზე My Video G, იმედი G და მაგთის 53 არხზე. აი ხელსაც გიქნევთ და თქვენ უკვე ხედავთ, რომ მე სტუმართან ერთად ვარ სტუდიაში. ადრე რაღაცნაირად მეგესალმებოდით და შემდეგ სტუმარს ვიხმოვდი ხოლმე, მაგრამ ეხა ისეთი სტუმარია, რომ ერთად უნდა გაგვეხსნა და მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ რადიო მსმენელებს და არა მარტო რადიო მსმენელებს. და ხმაზე ვერ არა მარტო რადიო მსმენელებს, მასტერს იცნობს ყველა. გიორგი პავლეაშვილი მასტერია, ჩემი დღევანდელი სტუმარი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა ალბათ ყველაზე მეტ ნახვას დააგროვებს, რადგან ყოველთვის განხილვის საგანია ეს ადამიანი, მისი ნებისმიერი საქციელი, სიტყვა, სპიჩი, სიმღერა, თუ აი ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა და პირადად შენთან ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ითავსებ ამ როლს, რასაც ქვია გადაცემის წამყვანობა. მადლობა. ასე რომ კომპლიმენტი მიიღე ჩემგან და როგორც კი მითხარი ძალიან გამიხარდა და ესეთებიც ხდება ხოლმე ჩვენს ეთერში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება. იმიტომ რომ ყველაფერი არის ბუნებრივი, არაფერი დადგმული და დამონტაჟებული. ლაპარაკი რაღაცა სულ მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან იმპულსური ხარ და მომწონს ხანდახან გაბრაზებ კიდეც. შუა საუბარს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ვარდები, თორე შეიძლება შენ არ ბრაზდები, მაგრამ მე მგონია რომ გაბრაზებ. მაგრამ რაღაც ნუ ყოველ შემთხვევაში არასოდეს არ ერიდები არ შენი აზრის დაფიქსირებას და ეს ასეც უნდა იყოს. უბრალოდ რა ვიცი, არც მე არასდროს არ ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, უბრალოდ შეიძლება სხვა ფორმები გქონდეს ადამიანებს. ნუ მაინც რეპერები უფრო თავისუფლებია. და ხისტები ხართ კიდე, ხო? აი სიმღერაში, აი იცი რა არის, შენ რო საპროტესტო რაღაც სიმღერა ჩაწერო, აი რაღაც აზრი, ხო? იქ ალბათ გადატანითი მნიშვნელობებით უნდა იმღერო, ხო? აი ისე სწორად გამიგე, რასაც ვიზახი, ხო? დიპლომატიურად, რა თქმა უნდა და რეპერ შეუძლია პირდაპირ თქვას, რომ აი გუში ვიყავე გადაცემაში და იქ წამყვას დაურეკა ტელეფონმა. ხო, პირდაპირ. ხო, სიტყვაზე რა, ხო, კონკრეტულად და ეგ თავისუფლება ჩვენ გვაქვს, ასე რომ ეს არანაირად პრობლემა შენში არ არის, იმიტომ რომ შენს ყველაფერს ისე აფიქსირებ, როგორც ხდის სწორედ საინტერესოს თქვენს მიმართულებას და ხო ეს არის ფელი მიმზიდველობა ამაშია სწორედ. კი, მეტი კრიტიკაც მოდის, მოსდევს ამ ყველაფერს, მაგრამ აი სულ ვიძახი ხომ აი სახშიც როცა მაგალითად ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ აი მე რაღაც სიმღერა ჩავწერე და ამას მოყვა ერთი ამბავი და რაღაც აი ბებია ჩემიც რო ნერვიულობს ხომ მე შევდივარ ხომ ბებოსთან ოთახში და მევნები რომ მე ეს ხოვრება მაქვს არჩეული, ეს გზა მაქვს არჩეული, მე ვიცი ამას რა მოყვება, მაგრამ იცი რა არის მე უფრო მშვიდად გზინავს, იმიტომ რომ შენი სათქმელი თქვი. მე პირადად ესე ვარ და ჯერ მშვიდად გზინავს, იმიტომ რომ არ ყავს შვილი გიო. მე უკვე მათ გადახვედი? მამა ჩემმა მოგწერა, ოჯახი შექმნა რომ მართლა ძალიან რაღაცა შენს თავზე როდესაც ამას შენ იღებ. ხო, თავის შენ ხარ ადრესატი და პირველი დარტყმა მოდი. შენზე როდესაც რაღაცა ხდება, ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ეს როცა ეხება შენს უძვირფასეს ადამიანს და მით უმეტეს როცა შულზეა ლაპარაკი. მე წარმომიდგენ, იმიტომ რომ ალბათ ეს ერთადერთი რამ არის. წითელი ხაზი. კი, რამ არის ის გამოც შეიძლება ტყვიას დაუფიქრებლად გადაეღობო წინ და ეს არის შვილი ნამდვილად. არ დავამძიმოთ ეგრე მართემაზე. მაგრამ უბრალოდ იმ ადამიანების ჯერ ვერ შეხვალ ბოლომდე მათ მდგომარეობაში, სანამ თვითონ არ იქნები მშობელი და შენ თავზე ხარ პასუხისმგებელი, ხარ თამამი, ხარ გაბედული ბევრად და ასე შემდეგ და ბებო ნერვიულობს, ბებოს ნუ ანერვიულებ. ხო და მოკითხვა აქედან ბებოს დიდი სიყვარული. ბებოსთვის სიმღერა მიგიძღნია? ბებოსთვის სიმღერა ესე ცალკეულად არ მიმიძღნია, მაგრამ რამდენიმე სიმღერაში ვახსენებ. მართლა? კი. მაგარია, როგორ რეაგირებს ამაზე?
სიყვარულით და სიტყვით. უსმენს ბებო მასტერს ბებო უსმენს. უსმენს მასტერს და ყველა დადებულ ტრეკზე ესე ტელეფონში WhatsApp-ი ჩამოუწერე, voice message-ებს მიგზავნის ხოლმე და მეუნება რომ შვენიერი იყო, იდეალური იყო და მე სულ იმაზე ვეუბნები, მე სუხას უსვამ, რომ აი სიტყვებს კარგად მოусმინე, კარგად მე ყველას მაგას ვეუბნები, აი დეიჩებსაც, მამაჩებს. სიტყვებს კარგად მოусმინე, არ ვიცი რატომ აქ ეგ რომ მგონია რომ აი რეპს მაინც რეპის მოსმენას რაღაც ცოტა ისეთი გავარჯიშებული ყური სჭირდება, თუმცა ჩემებს აქვს რა თქმა უნდა, ხა 20 წელია მღერი და კი მეუნება ხოლმე რომ კი აბა არ მოусმინე ხო და ვინ არის შენი მთავარი შემფასებელი და ვინ არის შენთვის ყველა ჯერ კრიტიკული ვინ არის ყველაზე კრიტიკული და შენთვის ვის აზრს აქვს ასე ვთქვათ გადამწყვეტი აი ჩემი ძმა მაგალითად და ჩემი უმცროსი ძმა კი ჩემი უმცროსი ძმა როცა დავდებ ტრეკს სულ WhatsApp-ზე ველოდები და თუ არ მომწერა აი ცეცხლის სმაილები რო არის ხო იცი fire რო აწერი აი ეგ თუ არ მომწერა რომ ძალიან მაგარია აი ესე მივაგდებ ხოლმე და მithkoms რომ აუ რა ვერ მოვაწონე ამას ვერაფერი რა ეგეთი მარა თუ მოეწონა და კი მოსწონს რა თქმა უნდა რაღაც ტრეკები კლებს რაც მას მოსწონს ის ვარდება არა ვარდებაზე არ არის მე მინდა რომ აი მას მოეწონოს რა იმიტომ რომ კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს რა ხო ხდები და რა თქმა უნდა ხა დეიჩემიც რა თქმა უნდა ძალიან ახლოს არის ჩემ მუსიკასთან მაგრამ აი უცებ დათა გამახსენდა ჩემი ძმა რა რომელიც ისე მიფასებს ხოლმე რა ანუ ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ო ისე კი ჩემთვის კი რატყვა რა მაგარია და მსმენელი რა თქმა უნდა რომ დადებ ტრეკს აი ეგრევე კომენტარებში უზივარ თან მე ყოველთვის ვაღიარებ რომ კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ რა და ხანდახან პასუხობ კიდევაც და ჰეიტერები მეუბნები ხოლმე რომ აუ იმდენი დრო გაქვს რომ ესე იგი როგორი მოცლილი ხარ რომ ჩვენ გპასუხობ და მეუბნები რომ ანუ 24 სიმღერა გამოუშვი წელს და 8 კლიპი და რა გინდა თქვენზეც ვასწრებ დროს და თან ისედაც შენი მთავარი სამუშაო არეალი არის მსმენელი თუ მათთან კომუნიკაციაში არ იქნები თუ მათი აზრი შენთვის ნაწილობრივ გასათვალისწინებელი არ იქნება მუსიკოსისთვის და არტისტისთვის ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის ისე ვაკეთებთ როგორც რაღაცა ჩვენ თვლით რომ ეს ასე უნდა ვაკეთოთ მაგრამ რაღაცა უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ უნდა გქონდეს მე მგონია რომ ეს პირიქით ძალიან კარგია როდესაც ეცნობი რა ასე ვთქვათ მაგრამ როგორ რეაგირებ აი კრიტიკულად განწყობილ მსმენელებს ძალიან მარტივად ბევრს უწერ ხოლმე რომ მისაღები ანუ რაც აი თუნდაც არ იმსახურებდეს ის სიმღერა იმ კრიტიკას აი ისე კი მისაღებია. მაგალითად მიწერენ ხოლმე რომ აი მაგალითად აი რაღაც არ ერითმება ეს რაღაც ერთმანეთს და ანუ ყოველთვის ვიძახი რომ გამორიცხულია რომ ჩემი ტექსტი ერთმანეთში არ ერითმებოდეს. აი ორი ლაინი მომიტანეთ მეთქი რომელიც არ ერითმება და საერთოდ დავტოვებ ამ სივრცეს, იმიტომ რომ აი ეგ ჩემთვის აი ძალიან ალერგიულია რა რომ რაღაცა ერთმანეთს არ გაერითმოს რა. ხო ხდები და აი მე ხვდები ხოლმე რომ სხვა რაღაციდან გამომდინარე მიწერენ ესეთ კრიტიკას. და ვერ ამბობენ იმ სათქმელს ალბათ და ეს ალეგორია რომ აი გუშინ წინ დამიწერა ერთმა ბიჭმა მაგალითად აქედანაც მიმართავ რომ აი ამაზე უკეთეს სიმღერას მე დავწერ ეგრევეო და მე უთხარი რომ სტუდიასაც მე უზრუნველყოფ ოღონდ მართლა გულწრფელად არანაირი ირონიით არანაირი აი რაღაც სარკაზმით არ ვიძახი მე დავუწერე მეთქი რომ სტუდიასაც მე უზრუნველყოფ და ჩემ არხზე ავტვირთავ რომ ხალხმა შეაფასოს და მეთქი მოდი ვნახოთ მაგარი პროდუქტი იქნებოდა ძალიან კარგი იქნებოდა მართლა და მითხრა რომ კაიო და არ ვიცი ველოდები კი მე ყოველთვის מחარებს ხოლმე როდესაც მე ზოგადად ლამაზი და ნიჭიერი ადამიანები ძალიან მიყვარს და სულ აღნიშნავ ხოლმე. ნუ ნიჭიერი ბავშვი საერთოდ გულს მიჩუყებს ტირილამდე. ჩემს ატირებას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ ზოგადად ძალიან მიყვარს და სულ აღნიშნავ ადამიანი, როდესაც ლამაზია, მინდა ვუთხრა, რომ ლამაზია. როდესაც ხო და მე ეს მიდგომა მაქვს, როდესაც რაღაცა თუნდაც აი არ ვიცი, თუნდაც რადიკალურად სხვა აზრის წარმომადგენელი იყოს, თუ ნიჭიერი ადამიანია და იმ დღეს ერთ-ერთ არ ვიცი ხა სახელი გვარის დასახება არ ვიცი. რამდენად შეიძლება მას არ ესიამოვნოს, თორე მე პრობლემა არა მაქვს ერთ-ერთ არტისტზე დავწერე რომ მეთქი ჰაი კლასი. ძალიან მაღალი დონის მომღერალია და ეგრევე კომენტარებს წერდნენ რომ იცი ვისი შვილია? ანუ პოლიტიკურად ვისი შვილია და ანუ მე ვიცი კი, მაგრამ ანუ ნიჭიერია და რატო თქვა რომ ნიჭიერი? ანუ მე რადგან შენ აზია რო არ უცებ უნიჭო ვარ, ხო შეიძლება აღიარო რომ
კი, ჩვენ არ ვართ თანამოაზრეები, მაგრამ ნიჭიერი ადამიანია, ასე რომ მე არასდროს არ მეტყდება ლამაზია, კარგია, ნიჭიერია. ყოველთვის მეც ვაღერებ ერთადერთი არტისტი ვარ ალბათ, მე არ შემხვედრი არავის, სწორად გამიგე, რომელიც თავისი ოფიციალური YouTube გვერდიდან, აი კოლეგებს მაგალითად შევა და დაუწერს, რომ ძალიან კარგი. ბევრგან მინახავს ხოთა შორის შენი კომენტარი. ხო და სტორი და ბეჭედი აქვე დაკმულია. ძალიან მაგელოზობ ხომ ფრთები ხო არა მომივიდა. არა, ბევრი ყავს მაგთების შეკლეჭი. ასე რომ ისა. მოკლედ, საიდან იწყება მასტერის მოღვაწეობა? როგორ აღმოჩნდი ამ ყველაფერში ოჯახს მოსდევს მუსიკალური და შენს ბავშვობით, აი ძალიან პატარაობიდან. დედაჩემმა დაამთავრა საგუნდო სადირიჟორო. მუსიკოსი ესე იგი და ხმებში და ხეროდა, რაღაცა კონდა, რაღაც კონკურსებზე გაიმარჯვა. ეს პატარაობაში კომპოზიტორი იყო, სიმღერებს წერდა და მუსიკალური ნიჭი მე ვფიქრობ, რომ დედის ხაზია, კი ბატონო და მე ვმღეროდი, აი საბავშვო სტუდიები რო იყო, ხო ხდები? მან ვმღეროდი ფილარმონიაში რაღაცა 8 წლის ვიყავი რომ ვიმღერე, ისე ფილარმონიაში 8 წლის ვიმღერე, თვალდესი არ არის, ესე იგი თავისი ადგილი აქვს, რა ისე არ მიყვარს ხოლმე რომ იცახიან, აი მომღერლებმა იციან ხოლმე რომ 3 წლიდან დაფიწყე სიმღერა და რაღაცა ეგ ტიპი არა ვარ. და მე აი ეს მუსიკასთან ახლოს შეხება მქონდა, რატო ჯერ მარტო მადლობა ჩემებს, დეიჩემს და ბიძაშემს რომ გამზარდა ისეთ მუსიკაზე როგორც არის Stevie Wonder, Earth, Wind and Fire და რაღაცა ეს შავი აფროკულტურის მუსიკა მაინც ახლოს იყო ჩემთან და მე ამერიკაში რო წავედი, იქ მოусმინე პირველად Pax, მოусმინე B.I.G.-ს, ეს არის და მე უკვე ეს წლები რო დავასახელოთ, ეს არის დაახლოებით 2004 წელი, 2003 წელი, როცა აი მართლა ვიზიარე აი რეპის კულტურის, აი რაღაც სიყვარულს და მოსმენა იქ დავიწყეთ. რო ჩამოვედი. თუმცა უფრო ადრე დაიწყო ხო ჩვენთან რეპის კულტურა, იმიტომ არა, დაიწყო 93-ში, ქუთაისში რეპავდნენ, აქ რო სამოქალაქო მიიღო, ანუ სწორად გამიგე, იქ უკვე რეპი იყო დაწყებული. წარმოიდგინე რა დრო არის. კი, შავი პრინცი და ხო, ვესაიდი ხო და რა თქმა უნდა მამა ქალაქის უდიდესი როლი აქვს ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებაში ქონდა და აქვს კიდევაც დღემდე და მოკითხვა ქუთაისელებს. როკი და პანკიც ხოთა შორის. კი, ყოველთვის აი რაღაც პროგრესულ მუსიკას უკრავდნენ და მე აი საქართველოში ჩამოვედი და ხუმრობა, ბედის ირონია ის არის რომ ამერიკაში არ გადამიწყვეტია რეპერობა და აქ რო ჩამოვედი, აი ესე მახსოვს გლდანში მეშვიდე მიკროში ვარ, დივერსანტები იყვნენ ეგეთი დაჯგუფება, მოვიკითხავ ყველას რეპერები და იქ ვიყავი სტუდიაში ასული და იქ უსმედი ქართულ რეპს და ვთქვი რომ მე ამის კეთება მინდა. მართლა? კი, ეს არის დაახლოებით 2005-2006 წელი და მის უბრალოდ ამის კეთება გინდა გადაწყვიტა, ჯერ არც რეჩიტატივი არ აკეთებ, არც აი ცირა იყო მე დეჩემო მიყიდა კორკტრიტონ სტუდიო ესეთი სინთეზატორი, რომელიც დღესაც კი იშვიათობაა, იმდენად ძვირფასია, მადლობა მას. კი, მადლობა მას ამ გვერდში დგომისთვის და ვაკეთებდი ბიტებს. აი რა, არ მუსიკებს ვაკეთებდი და ძმაკაცმა მითხრა რომ მე რეპერობის დაწყება მინდაო, ესეთი დრო არის. ჩემმა ძმაკაცმა. შენ ჯერ მოდებაშია რა ხარ რა ხდება. და იქნებ გააკეთო რამე რეპის მუსიკაო და გავაკეთე და ავყევი სტუდიაში და იმ ჩემ ძმაკაც რაღაც პრობლემა ქონდა, რიტმში ვერ სვავდა და მე ვცადე 1-2 და იქ ხმის ოპერატორმა მითხრა რომ შენც ხო არ სტუდიო, ხა იმან კლიენტი ის დაიმატა რა ქვია, ხო ხდები ტიპი, რომელიც უფრო მეტად მეც ჩაწერდა სიმღერა, შემოსავალი, მაგრამ მე აი ესე გამეხსნა კარიერა და მეთქი რატომაც არა და ერთ კვირაში მივედი და მეთქი აი ჩემი 25 ლარი და ჩამაწერინეთ სიმღერა. მართლასე. ეგრე იყო, კი. ოდესმე აი თუ ყოფილა ის მომენტი, როდესაც იფიქრია რომ აუა ეს აი რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე თუ რაღაცაზე არ მიფიქრია დაგასწრებ. ოკეი. სუიციდი და რეპს რო თავი დავანებო მუსიკას. ხო ეგონა გეკითხა. ხო ეგონა გეკითხა თქო კი ეს უნდა ვფიქრა. არა, ერთი წამით პირიქით მადლობა ღმერთს რომ ზუსტად იმ საქმეში ვარ, რაც ყველაზე ძალიან მსიამოვნებს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ერთი ის მიკვირს ჩემი თავის რომ ზუსტად იგივე мотиваციებით ვარ როგორც დავიწყე. აი ზუსტად იგივენაირად მიხარია ჩემი მსმენელის აი დღეს რო შემხვდა ხომ მსმენელის დანახვა, როგორც თავიდან. ზუსტად იგივენაირად და ზუსტად იგივენაირად გამოვხატე. კი, ეს ეთყობა შენ შემოქმედებას ისედაც და მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არტისტი ხარ, რომელიც ქარია, დღეს ქარია, ქარზე არეპი შეგვიძლია ჩავწეროთ. მე სულ მაგას ვიძახე, აი ყოველთვის მეუბნებიან ხომ, აი ზოგი მეუბნება რომ ხომარჯობია რომ აი 24 ტრეკის გამოშვებას გამოუშვა წელიწადში 6 ტრეკი. ანუ დისკომფორტში ანუ არ ვიქნები კარგად. იმიტომ რომ რაღაც დღიურივით არის და მინდა რომ დავწერო, მინდა რომ ვთქვა. და ეს თან შენი საქმეა, რა ვიცი, ბუნებრივია და თან მე როგორ მუშაობ ისი ტრეკებზე? აი რაცზეც ყველა ესტრადის მომღერალი რაღაც პონჩი ოცნებობს, აი გეტყვი და მიხვდები რა. დიდი ხანი არ მუშაობ ტრეკებზე და მუღამიც არ ქრება რა ხვდები? აი დაიწყო დაამთავრა. აი ახლა მივალ სახში, რაღაც
6 საათზე სახში მივოს 7-ზე და 12 საათზე YouTube-ზე ტრეკი იდება. მართლა. ნუ ხომ მე არავის დედამოკიდებული არ ვარ მუსიკას მიუწევ ტექსტს. ძალიან კარგია რომ ეს გაქვს სტუდია ასე ვთქვათ სახში და ეს კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ყოფილან არ ვიცი რა, ნუ ალბათ რაღაცა კარგი თვისებების ადამიანი ხარ და არ დაგავიწყდებოდა თუ კი ყოფილან შენ ცხოვრებაში ადამიანები, ვისთვისაც მადლობა გაქვს თქმელი, ოჯახის წევრებს არ გულისხმობ. ან კოლეგები, ან ვინც რაღაც მცირედი დოზით მაინც მონაწილეობა მიიღო, უბრალოდ შენ ენაზე რო ვთქვათ, გადისწორა. არასოს არ მიტყდება, ძვალი მოვიკითხავ და კაბუ. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ისინი იყვნენ ჩემთვის, ანუ რაღაც ინფლუენსერები, იმიტომ რომ მახსოვს რომ ფეხბურთელების პლაკატები, პოსტერები მეკიდა ოთახში და მათრებს რო ვუსმედი ავდექი და ყველა პოსტერი ჩამოვხსენი, იმიტომ რომ მეთქი როგორ შეიძლება სიტყვებით ესეთი მაგარი ემოციები წამოიღო და ძვალი და კაბუ ყოველთვის უსმენდი და დღემდე ვფიქრობ რომ უნიჭიერი ადამიანები არიან, ლიდერები და მათთან ერთად მომიწია პირველი კლიპის გამოშვება, რაც იყო მომე, პირველი კლიპი გამოუშვი ჩემ საყვარელ ორ არტისტთან, კაბუსთან და ძვალთან. ეგ იყო ძალიან მაგარი და მე რა თქმა უნდა ალბომი ჩავწერე პირველი ძვალთან სტუდიაში და რა თქმა უნდა ყოველთვის ვამბობ მაგას. მოდი მე მგონი კარგი ტემპი ავიღეთ ჩვენ საუბრის და ხო არ ჯობს ახლა ვინც გვისმენს და უშუალოდ აი მანქანაშია და ამინდის ხელს უწყობს. ეს ამინდი ძალიან მოგწონს ესეთი ამინდი. აუ ჩემთვის მე სხვა ტიპი ვარ, ანუ მე მიყვარს აი რუხი ფერის ამინდები, არ ვიცი რატო. აი არ ვიცი. მუზები მოგდის. აი ყველა მეუნება რომ აი რადგან სევდიან სიმღერებს წერ, მაგიტომ რაღაც დრამაში გაგდებს, არა, პირიქით ყველაზე ენერგიული ვარ, როცა გამოდი რომ მზე არ ჩანს. არ ვიცი ხო მე პირიქით ჩემზე აი ძალიან დამოკიდებული ვარ პირდაპირ ამინდზე და მიხარია თან ალბათ და ისიც ახლა გადასარევი და ნორმალური იქნება თუ ჩვენს ძვირფას რადიოს ვენელებს შენს ერთ-ერთ სიმღერას მოვასმენინებთ და ეს არ იქნება დუეტი, ეს იქნება სიმღერა რომელიც არ ვიცი რომელ სიმღერას უშვებთ თბილისი პარიზი არის დუეტი არის დუეტი, კი, ეს არის ქართველი გოგონა, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში, ემიგრანტები არიან, იქ წავიდნენ, აი პატარაობის ასაკში წავიდა ეს გოგო იქ და მარია, ესე ქვია, და მინდა თქვა ამ გოგოზე ვისაუბრო ცოტა ხანი, ესე იგი, საიდან გავიცანი ეს გოგო და როგორ ვურთიერთობ ზოგადად სხვა არტისტებთან. უცებ მომდის რაღაც ინგლისური წერილი მომდის, რომ აი შენი ეს ტრეკი მომეწონა რაღაც და იქნებ გადამითარგმნო, მინდა რომ აი ვიცოდე რას მღერი. არ იცოდა ქართული. ქართული იცის, მაგრამ ზუსტად აინტერესებდა აი რაღაც სიტყვები რა და მეთქი არ არის პრობლემა და თან რომ ხედავ რომ ქართველი არ მწერს, ანუ ჩვენთვის ახლა რეპერებისთვის მაინც ის არის რომ ვა უცხოელი გისმენს. მეთქი აბა და გამოვკითხე და აი საფრანგეთში წამოვედი რაღაც და კაი მეთქი და გადავუთარგმნე. მეთქი ძალიან დიდი მადლობა იმასაც გაუხარდა პასუხე რაღაც გამოხატა სიტყვა. კაი და შემთხვევით შევედი ამ გოგოს სტორიზე და ხედავ რომ რაღაც ტრეკი უდევს რაღაც ძალიან მაგარი და მეთქი არ მითხრა რომ შენ მღერი. იმიტომ რომ სტუდიაში გადაღებული სესია ეთო სტორზე და ეგრევე მივხვდი და არ მითხრა რომ შენ მღერი მეთქი და კიო და აუ მეთქი დემოს გამოგიგზავნი, ამაზე მინდა რემიქსი. გავაკეთებთ სტადო მეთქი და ანუ წარმოიდგინე ახლა მისი ემოციები ხო რომ რა პრობლემაა მიდი და ზუსტად ერთ კვირაში ტრეკი იდო. რა მაგარია და ეს არის მისი პირველი ოფიციალური რელიზი და აი ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი ტრეკია და ამ გოგოს ძალიან ბევრ წარმატებებს უსურვებ, ძალიან მაგარია. ერთად გისურვებთ და წარმატება ამ ტრეკს, რომელსაც ახლა ჩვენი რადიო მსმენელი მოისმენს და სახელწოდებაა თბილისი პარიზი. Yes. He's one of the best scientific minds we have today. Tournez la page, mais seulement si tu le fais aussi. Gardez le bon, jetez le billet à destinée. Mais comment faire, c'est plus vaut mieux que le bon. Comment faire si ton esprit me hante? Comment faire, comment faire, comment faire? Tout est lent, tout est lent, tout est lent. Hey. არ ვიცი რა გითხრა babe მეც მახსენდები როცა ვფიქრობ დაგივიწყე დღეს შენი საათი რო ითვლის ისევ პარიზულ დროს აქ წლები გადის შენ კი ისევ სხვაგან მიდიხარ შორს აგდებენ სიგარეტს babe მე კი ვერ შეგეშვი და ყველაფერი თბილისი ვიცუსებდის ფერებში მე ისევ გეძებ სადღაც სიმღერებში თუ მირჩევნია მოგდო ვიდრე გნახო ზღვის ხელებში შენ აღარ გიყვარ babe რადგან რო გირეკავ ხმაზე შენ ისევ გეცვლება ტონი ოთახში შენი ფოტო და ეს ძველი მაგნიტოფონი მახსენებს ფრაზას რომ მარც მეფობენ დრონი
ვერ მეფობენ დრონი აი დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით, თუმცა ეს ნარნარი სიმღერაც რომელიც ნეკინეკისა და ჩემი უძირფასესი მეგობარი და კოლეგა ნათია დუმბაძე და გიორგი პავლიაშვილი მასტერი რაღაცა მომწონს სახელს და გვარსაც რომ ამოვდა მარტო ასე რომ უყარია ხოლმე სახელი და გვარის გვან გაზო რა იყო ხო და ესე იგი დღეს მამაშენზე ვმუშაობ გამოდის რომ ძალიან ბევრი რამ გავაჟღერე ისეთი რაღაცა მშობლური ხო კარგი იყო და შენ აიცი რა არის ხო სამი ტრეკი უნდა მომეტანა რადიოში და ვარჩევდი და მეთქი აი სადაც სალომე ჩვენი ურთიერთობა ხო ნათიასთან ერთად არის ხოლმე ყოველთვის და მეთქი დუმბოც მოვიყვანე რა მოკითხვა აქედან დიდი სიყვარულებს ვუგზავნით რა თქმა უნდა ამ სიმღერის პრეზენტაციაც მახსოვს ვიდეო რგოლიც ულამაზესი ვიდეო რგოლი მახსოვს და მოკლედ რაღაცა ძალიან წარმატებული დუეტი გამოგივიდათ არა კი ნამდვილად კი რაღაც სახასიათო მგონია რომ ერთმანეთისთვის ბევრი საინტერესო რაღაცეები გააკეთეთ ხო და ისუ მეკითხებიან ხოლმე კიდე აპირებთ და იცი რაღაც ბუნებრივად უნდა მოვიდეს სულ მაგას ხო აი ბუნებრივად უცებ რაღაცა უნდა დავინახო მოვისმინო თქვა ნათ და გავაკეთე ოდესმე რაღაცა თუ შენს ხასიათს ამ შენს პირდაპირობას თუ შეუშლია ხელი აი რაღაცაში რა თქმა უნდა რაში არ შეუშლია მე რაღაც პოზიციებში რომ ყოფილიყავი ნეიტრალური ტიპი მაგალითად ვფიქრობ რომ კიდე უფრო პოპულარული ვიქნებოდი იმიტომ რომ ხანდახან ჰეიტი იმხელაა რომ აი შემსმენელზეც კი გადმოდის და უკვე თავს იკავებს რომ აი გავაზია რომ მასტერის ეს ტრეკი რომ მომწონს იმიტომ რომ იმან დაწერა ესე ამან დაწერა ესე და მე მოიცადე კაი მე იყოს ხო всё ასე რომ მოსწონხარ უყვარ ხარ შენი გულშემატკივარია მაგრამ და უერთგულესია და აი ცუდად არ ვიძახი მაგრამ ნუ ყველას არა აქ ხა იმის რკინის ნერვები რო აღმიდი და არ უნდა და არც არის ვალდებული რა თქმა უნდა თუმცა როგორ გონია რამდენი ხანი ძლებს ხოლმე რაღაც ილუზიური სამყაროები ეს ყველაფერი ილუზიურია და სინამდვილეში ნამდვილზე არ არის მარტივი პასუხი მაქვს შეიძლება ბანალურად მოეჩვენოს ყველას ვიღაცებს მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს და ეს მიდგომა ეს ადამიანური აი კაცთმოყვარეობა აი ესეთი მიდგომა ყოველთვის იმარჯვებს დრო ყველაფერს იტყვის რა ხო და მე სხვა შორის შენიშვნას ვიღებ კიდეც იმიტომ რომ ძალიან მობიერი ვარ ძალიან დამთმობი ვარ რაღაცა ძალიან მიმტევებელი ვარ და ბევრი შანსი შემიძლია ადამიანს მივცე თუმცა პირველივე შეცდომის დროს ვიცი უკვე ისი მკადრებელია თუ მაგრამ რაღაც ვტოვებ ხოლმე ცხოვრებაში ადამიანებს ვაძლევ შანსს ზუსტად ვიცი ვინ წავიდა და ვინ დაბრუნდება და ყოველთვის ისინი ბრუნდებიან მე ვინც ვიცი რომ დაბრუნდება მართლა ხო უბრალოდ არ უწერ ხოლმე მაგას მაგრამ ერთი-ორჯერ რა გავაკეთე იცი აი სანამ წავიდო და ადამიანი თავის საქციელით აი ესე დაბლა ინსტაგრამზე სანამ მიწერ რო არ გამიგზავნია და მაღლა რო თარიღი ჩანს შენ მაინც მოხვა და დამისქრინია უბრალოდ იმისთვის რომ მე მენახებინა რომ ხომ როცა მოვიდო და ხო განა იმიტომ რომ მოგიგე უბრალოდ მე ვიცოდი შენ რა გულით და როგორ მესაუბრე და თან ვიცოდი რომ ამას ინანებდი იმიტომ რომ აი რაღაც მომენტში ადამიანი მარტო რო რჩები მაინც ნანოფ იმ აი რაღაც ხელგულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს რა რაღაც პირაჩი და სიყვარულში არ წავსულვარ ეხლა აი გულისხმობ აი პოზიციები და რაღაც პირაჩი და სიყვარულზე ძალიან ბევრს გიჩხიკინებენ ხოლმე მაგრამ როდესაც უჩხიკინებ შენ თავს ამაზე აბა რა ხო რა კი უჩხიკინებს ხოთი შორის მართალია იმიტომ რომ სულ რაღაცა სულ მესმის ქუქუებისგანაც მესმის ხოლმე ხოთი შორის მარტო შენგან კი არა მე ყოველთვის ვიძახი რომ ჩემთვის აი ერთ-ერთი მთავარი мотиваციაა ზოგადად გოგოები და ანუ სიყვარული და რომანტიკოსი ვარ ძალიან და გინდა არ გინდა ვარ გონია რომ ხო რაღაც რო ბევრ სტერეოტიპს მსხრევ არა ვამსხურებ ბევრ სტერეოტიპს რას გულისხმობ აი რეპერი მაგალითად უნდა იყოს ასეთი შენ ხარ ისეთი რეპერი უნდა იყოს ასეთი ორი მხარე მაქვს სხვათა შორის ხო არის აი ამ სტერეოტიპებზე ვსაუბრობ კი მაგრამ მაინც ორი მხარე მაქვს თან ძალიან აი შემიძლია ვიყო ძალიან აი ესეთი ტიპი რო თქვა პირდაპირ აი 9 გოგოს წერ ერთად არ აქვს პრობლემა და თან ვარ ისეთი ტიპი რომელიც აი უაზროდ უნდა რომ იყოს შეყვარებული იმიტომ რომ აი მე რო ვიღაცაზე ვზრუნავ აი გარი ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემთვის და ვეძებ სიყვარულს ისი როგორ ვეძებ აი მეტი რო არ შეიძლება რა მაგრამ ისე კი არა რომ ინსტაგრამზე ზიხარ და სკროლავ და ვაიმე ვის შემიყვარდეს მაგრამ იმდენად მენატრება ჩემი თავი შეყვარებული რომ აი პირდაპირ ვიძახ ხოლმე რომ კი ძალიან და ყველა მეუნება რომ იცი რა არის არ უნდა ეძებო და თავის თმოვა და აი გარი სისულელე
იცი რა ტყუას ისულელე ყველა კოუჩი გვეუბნება რომ წარმოიდგინეთ გააკეთეთ ვიზუალიზაცია ეძებეთ ამაზე იფიქრეთ ხამე ყველაფერზე მაგაზე გვეუბნება და სიყვარულზე რომ მიდის საქმე არა სიყვარულს არ მეეცე აღარ ვეცებ всё მორჩა მოვიდა არა ხო რაღაც პირიქით გონია როდესაც სურვილი ძალიან დიდია არ მოვა და არც რო არ ეძებ არ მოვა მაგრამ აი ის დარიგება რო იცი რა მაგიტომ რო ხარ ჩაციკლული იმიტომაც არ მოდის არის ისულელი იმიტომ რომ ხანდახან ექვსი თვე ისე გავა მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ პირიქით რაღაც სურვილზე თუ ძალიან უნდა ორიენტირდე მასზე იფიქრო ვიზუალიზაცია გააკეთო იმისთვის რომ მოვიდეს სიყვარულზეც ასე უნდა ქნა პირიქით და წარმოიდგინე რომ მოვიდეს და მან არ ვიცი რა არა ბევრჯერ გატკინე ეს გული გულგატეხილი ბიჭი ხარ ისე არა ზოგადად არა უბრალოდ სიმღერებია ხოლმე ძალიან ისეთი დრამები, რომ ხანდახან აი ჩემს მაკაცსაც დაურეკია ჩემს და უთქვამს, რომ ანუ მე მიმალა და რას მეთქი და ანუ სიმღერებს და შეყვარებული ხარ ბიჭო და მე არ ვიცი და მეჭხუბება. სიმღერაზე ხარ შეყვარებული. ვეუბნები რომ იცი რა არის, მე როგორ წერიც თემას, ჯერ რომ ბიტს ვაკეთებ, მე ვფიქრობ რა თემა მოუხდებოდა და შეიძლება ისეთ ურთიერთობაში დამაბრუნოს, რომელიც რეალურად ცხოვრებაში საერთოდ აღარ მაინტერესებს. აი საერთოდ. აი არანაირი რეაქცია არ მაქვს, მაგრამ იმ მუსიკაში, იმ ურთიერთობაზე რომ ვლაპარაკობ, ზუსტად ისე ვლაპარაკობ, თითქოს აი თითქოს გუშინ დავშორდი. თითქოს გუშინ დავშორდი, ან თითქოს გუშინ მიყვარდა, თითქოს დღეს მიყვარს და ისე მომღერი. და ეგეც ალბათ კარგი არტისტის ეგეთი უნდა იყოს, ხო რომ მოусმენ, უნდა თქვა რომ მართლა უყვარ. რა ვერ დაივიწყა, ეგ უნდა თქვა, ხო? აბა თუ სიმღერას მოусმენთ და თქვი რომ ბიჭო, კი სიყვარულზე, მაგრამ ეტყობა რომ აღარ უყვარს, ხო? ანუ სისულელი ხოლმე ხარ და თან ვუხსნი რომ აი მუსიკას შეუძლია რომ დაგაბრუნოს თან თუ ტექსტებზე, შეუძლია დაგაბრუნოს, გაგისროლოს იმ პერიოდში და ისევ დაგაწერინოს იმ თემას. ეგარი რა. ნუ ეთერს გარეთ კი მითხარი არა და მინდოდა მეკითხა რომ გიყვარს თქო რომ შენს ტექსტზე მღერიან ან შენ სიმღერას მღერიან თქო რა არ გიყვარს არა ძირითადად აი რაღაც შვილები ვითარი და რაღაც აი აი ხო აი სხვათა შორის მხატვრებს ვეკითხები ხოლმე სულ როგორ ძლებთ რომ აი ხატავთ თელ გულსულს დებთ აი ერთია ორიგინალია რა ხო ხდები სხვა რა რომ სიმღერა გაგიკვირდებოდა კომპოზიტორების ეგრე ხო და არა როგორ უშვებენ ამ ნახატს მე სად არის ანუ ვის აქვს სარდაფში ვინსაც ჩაიტანა ანუ როგორ ძლებთ მეთქი რა არა სარდაფისთვის არ ყიდულობენ კარგ ტილოს ყიდულობენ კარგი კედლისთვის და საყურებლად ვერ გაიგებ ანუ არა რა თქმა უნდა მაგრამ ვერ გაიგებ შეიძლება უბრალოდ ისეთმა ადამიანმა ხო ცუდ ხელში შეიძლება რომ მოხდეს მაგას ვიძახ ხო არა ცუდ როგორ ენდობი ადამიანებს ზოგადად იცი რა არის ძალიან უშუალო ვარ აი ძალიან უშუალო ისეთ ვიცი ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა რომ აი იფიქრებ რომ უკვე 3 წელია მეგობრობთ მაგრამ მე მაქვს რაღაც ეტაპები და გამოცდებს უტარებს ჩემ დაუნებურად ადამიანებს რომელიც მაინტერესებს რამდენი ეტაპს გადალახავს ეგ არის და ეგ და მე რა შვები არაფერი უბრალოდ ვიცი რომ ჩემია ჩვენ კალათაშია და შენ რო გაგაცნობ გეტყვი რომ ჩვენიანია არა პოლიტიკურზე წახვალთ ეხა მაგრამ არა ურთიერთობას გულისხმობ ყველაფერს პოლიტიკას ნუაკავშირებთ და ზოგადად ანუ გეტყვი რომ შენ ნაცნობია რა ვიცი ვაუ გოგოსაც ხო ეგრე გაცნობ ხოლმე ან ჩემი შეყვარებული ან ნაცნობი მაინტერესებს როცა ეს ყველაფერი დაიწყე რა იყო შენი მაქსიმუმი რაზე გინდა იყო არა მე მგონია რომ შენ ახლაც ეგ ტიპაჟი ხარ რომელიც შენი სახელი დაარქვან და არა აი სადამდე გაგიწევია შენი აი გრემის სცენაზე გამოსულ ხარ შენს გრემის სცენაზე ოცნებებში აი რა იყო შენი მაქსიმუმი რაზე ფიქრობდი რითი დაიწყე რომ სადამდე გინდა და მისვლა აი მქონდა ესეთი ხედვა ყოველთვის აი დამწყები არტისტიც კი არ ვიყავი. ჯერ აი ორი სიმღერა მქონდა და ინტერნეტშიც არიდო. და სტუდიაში ვიყავი ისეთ რეპერებთან, რომლებიც უკვე რეპერები იყვნენ. არ გულისხმობ ვარსკვლავები, მაგრამ უკვე რეპერები იყვნენ. და შინაგანი ესეთი ხედვა მქონდა, რომ მე აუცილებლად ძალიან მაღლა დავდგები იმდენ ადამიანზე, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. თუმცა ეს იცი რა არის სწორად მინდა გაიგო. ეს არის ყვარანაირად აი ამბიცია რაღაცა. აქედან რომ თქვენ არ იცით მესად ვიქნებ. არა, უბრალოდ ვხედავდი. აი მართლა ეგრე ვიყავი. მე ძალიან ზუსტად გადიგებ იმიტომ რომ ხედავდი რომ მეთქი მე ვიქნები წარმატებული ადამიანი რომლის მუსიკასაც მოისმენენ. მე ზუსტად ვიცი რასაც ყვები იმიტომ რომ პროექტებში სადაც მივდიოდი შესარჩევ ტურზე მეორე არ განიხილებოდ ანუ არ მქონდა მეორე მხარე ხო აქ ან გავალ ან არ გავალ ეს არ გავალ არ ვიცოდი რომ არსებობდა პირდაპირ მივდიოდი იმიტომ კი ამბიციურად რომ მე მოვედი და რას ქვია არ უბრალოდ არ დამიშვია რომ არსებობდა კიდე სხვა მხარე ჩემი იქ არ მისვლის გარდა ამიტომ ზუსტად ესმის რასაც ამბობდა სიმღერა რომელიც ახლა შენ ჩვენ მოგვიტანე ჯერჯერ
ჯერჯერობით არც ერთ რადიოსადგურში არ გაჟღერებულა და შეგვიძლია რომ პრემიერა ვუწყოდოთ ამ სიმღერას და ამ სიმღერაზე ვისაუბროთ. დევს, რა თქმა უნდა. ვინდა გასწრებს, სახში გაქვს სტუდია, ისა გაქვს მუსიკას მევწერ, მიქსინგს მევაკეთებ და პირში გაქვს ხმა თუ როგორც არის, უბრალოდ ყველაფერი შენ ხარ და მე რა უცებ გამოვაცხობ YouTube-ზე ნახევარს. ერთ-ერთ ჟურნალისტს მეკითხებოდა რომ რა შენ კიდე რამდენი სკილი გაქვს, რამდენი რაღაც გაკეთება შეიძლება და მე ვთხარი რომ ანუ რეჟისორი მე ვარ ჩემი კლიპების ფერთა კორექციას მონტაჟს მე ვაკეთებ და ესე აჟიტირებული იყო და ოპერატორის თქვენ ხარ. ოკეი, აი ესე შვები საფრით. ესე ვიყიდ. როგორც მარტო ოპერატორის თქვენ ხართ ალბათ. ყველა ვერც წარმოიდგინა, ვერც დაუშვა. მოკლედ ამ სიმღერაზე გველაპარაკე რა ქვია და სტივ ვანდერის მისამღერი მაქვს გასემპლილი Rain Your Love Down. Rain Your Love Down what you way. ტრეკი და ოღონდ მუსიკა არ არის, ბიტი ჩემია თავიდან ბოლომდე, უბრალოდ აი მისამღერში წამოვიდა ეს სიმღერა და არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა. მე ყოველთვის მიჭირს ხოლმე თქმა, აი რომ მეუნებიან ჩემი საყვარელი ტრეკები ჩამოთვალე, მე ძალიან მიჭირს. ოღონდ როგორ იცი, აი მართლა მიჭირს რა. აი ალბათ როგორ უნდა შევადარო ხოლმე, იცი უნდა მითხრა რომ ეს სიმღერა თუ ეს სიმღერა, აი და როგორ ვიზახ ხოლმე, იცი ალბათ რომელს უფრო არ წაშლიდი რომ მკითხო, უფრო მარტივად მივალ. მაგრამ რომ მითხრა რომელია შენი საყვარელი სიმღერა, არ ვიცი. იმიტომ რომ აი ყველას თავისი ადგილი მართლა აქვს და იმ მუსიკალური დღიურებით არის კი. როგორც ამოხიო სიმღერა და გადააგდო ისე. ისეა ხო და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა რა ვქნა. Hi baby. შენ საყვარელი სიმღერა, რომლის რადიო პრემიერაც ახლა FM-ს 9:09-ზე იქნება და სიმღერას ქვია? Hi baby. Hi baby. ვაუ, რა კარგია. თუმცა დასასრულისკენ მოვიტოვეთ, იმიტომ რომ პრემიერა იყო სიმღერის და ახალი სიმღერა. ამიტომ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრა. მე მგონია რომ ერთხელ კიდე უნდა მოხვიდე შენ, იმიტომ რომ ბევრი თემა დაგვრჩა გასაშლელი. თან შენ ტემპში, რა ვიცი, მეც ვითვლები რომ ძალიან სწრაფად ლაპარაკობ და აქტიური ტიპი ვარ, მაგრამ შენთან შედარებით მგონი რომ ცოტა ხუსნა ბიჭი მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ თელ სტაფს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ძალიან კარგი ხარ ამ ამპლუაში და ასევე წარმატებას გისურვებ შენ კარიერაში. აქ ვარ. მარტო დუმბოსთან არ წერ დუეტებს თუ რამე აჩვენს. ვაუ, ოკეი. გითხარი და მიწერეთ ხო პირდაპირ დუეტზე ვერ წამოვედი და ასე რომ შეგიძლია თუ გამოიმეტებ. ძალიან მადლობა თქვენ მსმენელს და ყველას, ვინც გვისმენს და გვაფასებს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი რადიოს კარი ყოველთვის ღია და სტუდია. გემშვიდობებით ჩემო ძვირფასება გიტოვებთ სიმღერას სახელწოდებით. Hi baby. Hi baby, რატომ მოვიცდება Hi baby, რომელსაც მასტერი ასრულებს და მომავალ 4 შაბათამდე ძვირფასებო.